მოგესალმებით, შემოძვირფასება ყველას და ყველას მადლობას მოგიხდით თქვენი აქტიურობისთვის, კომენტარებისთვის და ლაიქებისთვის. მინდა შემოგთავაზოთ ახლა გაშლა ორ ვარიანტზე. ჩაგდეთ თქვენ ვარიანტი და ვნახოთ როგორია შანსი იმის, რომ თქვენი ურთიერთობა აღდგეს ან განახლდეს, ხო? ან გამოვიდეს კონტაქტზე. შეიძლება იყოს რაღაც პაუზა ურთიერთობაში, შეიძლება პარტნიორი ან თქვენ წასული ხართ ურთიერთობიდან, რაღაც ისეთი სიტუაცია გაქვთ და აღარ გაქვთ ხო კომუნიკაცია ამ მომენტისთვის, ხო? ნახოთ როგორია იმის შანსი, რომ ურთიერთობა აღდგეს, განახლდეს, გამოვიდეს კომუნიკაციაზე. ორ ვარიანტი შემოგაგებო. ჩაიფიქრეთ ვარიანტი, მე დავალაგებ არგანებს. პირველი არგანი იქნება ურთიერთობა ამ მომენტისთვის, რა ეტაპზეა, რა პროცესი მიმდინარეობს თქვენ შორის. ამ მომენტისთვის ვნახოთ პირველ ვარიანტზე, რა ხდება ამჟამად თქვენს ურთიერთობაში, რომ მიხვდეთ ამით რამდენად სწორად აირჩიეთ ვარიანტი. მაშინ ასე პირველი ვარიანტი, თქვენი ურთიერთობა ამ მომენტისთვის რა ეტაპზეა, რა პროცესშია და როგორია შანსი იმის, რომ განახლდეს ხო ურთიერთობა, რა იქნება უახლოეს მომავალში პერიოდი. თავად ჩაიფიქრეთ, როგორ განახლდება, ან განახლდება თუ არა ურთიერთობა, გამოვა თუ არა კომუნიკაციაზე. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტის ურთიერთობის სიგნიფიკაცია მომენტისთვის და გამოვა თუ არა კომუნიკაციაზე, განახლდება თუ არა კომუნიკაცია თქვენ შორის. ვნახოთ პირველ ვარიანტს. მოგესალმებით, გადავდებ მეორე ვარიანტს და ვნახოთ როგორია ურთიერთობა ამ მომენტისთვის თქვენ შორის და აქ 8-ით ამოვდეთ შემოძვირფასება პარტნიორი ურთიერთობიდან არის, ან თქვენ ხართ ურთიერთობიდან წასული. ეს არის სიტუაცია, როდესაც არის გრძნობა, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება რაღაც იყო თქვენ შორის რაღაც ჩამოყალიბდა გრძნობა, ურთიერთობა, კომუნიკაცია, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. გინდოდათ უფრო მეტი ან თქვენ ან თქვენს პარტნიორს და იმის გამო, რომ რაღაც ურთიერთობაში არ გაკმაყოფილებდათ ბოლომდე, რომ არ იყო შეიძლება რაღაც სრულყოფილად დასრულებული და კმაყოფილებას არ განიცდიდით, შეიძლება ემოციური თვალსაზრისით გადაწყვიტეთ, რომ ერთ-ერთმა პარტნიორმა დატოვეთ ურთიერთობა და აქ მე მიჩვენებს იმას, რომ მართალია არ იცით როგორ რა იქნება მომავალში, როგორ წავა, მიუხედავად იმის, რომ ძალიან გეძნელებოდათ, ხო? ან ამ ურთიერთობის დატოვება შეიძლება ანუ რაღაც შეჩვეული იყავით იმ ყველაფერს, ხო, რაც გქონდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი პარტნიორი გავიდა ურთიერთობიდან. კი, აქ შეიძლება იყო ძალიან კონფლიქტური სიტუაციით, შეიძლება ითქვას, რომ უსამართლოდ, ანუ იგრძენით ძალიან დიდი უსამართლობა, ხო, პარტნიორის მხრიდან, დამცირებულად იგრძენით შეიძლება თავი, შეიძლება ჩათვალეთ, რომ არასწორად მოგექცათ, ხო, არ იმსახურებდით იმას, როგორც მოგექცათ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ნახეთ, ხუთიანი ხმალია და აი ასეთ კონფლიქტით და რაღაც გულის წყენით და გულის ტკენით იძულებული გახდით, რომ ეს გადაწყვეტილება მიგეღოთ, რომ ურთიერთობიდან წასულიყო ერთ-ერთი მხარე. პირველ ვარიანტს, თუ გეცნოთ საკუთარი სიტუაცია გააგრძელეთ ყურება, აქ შესაძლებელია ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება უკვე ისეთი ურთიერთობაც ქონდა, რომ ოჯახიც იყო უკვე, ხო, აქ იმიტომ რომ დასდის ფონად 10-100 გამოჩნდა, შესაძლებელია ოჯახიც იყოს, მიყურებდეთ ოჯახის ან პარტნიორზე, მეუღლეზე და ვნახოთ როგორია იმის შანსი, რომ ჩაფიქრებულ პერიოდში განახლდეს ურთიერთობა. რა იქნება აქ კოშკია შემოგარგებო აქ. მე ვერ ვხედავ იმას, რომ ურთიერთობა რაღაც თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ვადაზე რაღაც განახლდება. აქ ვფიქრობ, ეს ურთიერთობა უნდა დასრულებულიყო 10-იანი კოშკით. მართალია ძალიან მტკივნეულად, ძალიან მოულოდნელად შეიძლება მოხდა ეს ყველაფერი. შეიძლება თავს გრძნობთ, ასე ვთქვათ, მსხვერპლის როლში, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ უსამართლოდ მოგექცნენ, ხო, არ იმსახურებდით იმას, როგორც მოგექცნენ და დასრულდა ეს ურთიერთობა, მაგრამ აქ ვფიქრობ, რომ განახლების შანსი, ურთიერთობის რაღაც აღდგენის შანსი პირველ ვარიანტს. შეიძლება ითქვას, რომ ჩაფიქრებულ პერიოდში რაღაცნაირად იმედს ვერ მოგცემთ. მე აქ რომ რაღაც შეიცვლება. აქ ვფიქრობ, ეს არ ქონდა საფუძველი, ასე ვთქვათ, ისეთი მყარი ამ ურთიერთობას, ან შეიძლება ეს ურთიერთობა იმისთვის, რომ რაღაც სიახლე შემოსულიყო, აუცილებელი იყო, რომ ასე მომხდარიყო, ხო? ვფიქრობ, აქ კომუნიკაციას ძველ პარტნიორთან მე აქ აღარ მიჩვენებს, აქ დასრულებული ურთიერთობაა შემოძვირფასებო, მაგრამ მომავალში ჩანს, მამაკაცი შეიძლება ეს ცოტა შორეულ მომავალში იყოს, მაგრამ პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად გამოჩნდება ახალი შანსით შემოძვირფასებო, ახალი შანსი, იმიტომ რომ ნახეთ, კვერთხის მეფე ამოვიდა. ანუ
მე იმის თქმა მინდა რომ ძველი ყოფილი პარტნიორისგან რაიმე მოლოდინი არ უნდა გქონდეთ პირველ ვარიანტს. ის დასრულდა უკვე, რაც დასასრულებელი იყო, რაც ჯაჭვი უკვე უნდა გაწყვეტილიყო, ხო? ანუ საჭირო იყოს რაღაც შეიძლება იყოს გაკვეთილი, რომელიც უნდა გესწავლათ, უნდა გაცლიერებულიყავით, მაგრამ მომავალში თქვენს ცხოვრებაში შემოდის აუცილებლად პარტნიორი, შეიძლება ის ცოტა შორეულ მომავალში იყოს, იმიტომ რომ პენტაკლის რაინდიც აქვია შემოძვირფასებო, აუცილებლად გამოჩნდება მომავალში ახალი პარტნიორი, ახალი შანსი, რომელიც რაღაც სიახლეს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში პირველ ვარიანტს. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი, მე აღარ გავაგრძელებ, ვფიქრობ რომ რაღაც მესიჯი პირველმა ვარიანტმა მიიღო უკვე და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მადლობა პირველ ვარიანტს ყურებისთვის, მოგესალმებით. ვინც მეორე ვარიანტი აირჩია და ვნახოთ ამ მომენტისთვის როგორია თქვენ შორის ურთიერთობა, რა ხდება ამ მომენტისთვის, ხო? ურთიერთობის ასე ვთქვათ სიგნიფიკაცია რა ეტაპზეა მეორე ვარიანტმა. ვინც ჩაიფიქრა თქვენს შორის რა ხდება ახლა ამ მომენტისთვის და აქ არის კვერთხის ტულზი შემოძვირფასებო. კვერთხის ტულზი, აქ იცით როგორი მომენტია. აქ შეიძლება იყო ურთიერთობა დასტის ფონად, მაქვს სამიანი თასი შემკარგებო. ანუ აქ შეიძლება იყო ურთიერთობა რაღაცა, რომელიც შეიძლება მეგობრობით დაიწყო, თავიდან რაღაც სასიამოვნო შეხვედრებით, სამეგობრო წრეში, რაღაც ფლირტით, აი ესეთი კომუნიკაცია, რაღაც ცეცხლი თითქოს დაინდო თქვენ შორის, მაგრამ ეს იყო საწყისი ეტაპი და პარტნიორი, რომელიც ჩაიფიქრეთ, აი რაღაცნაირად ან გაუჩინარ და რაღაც გულის წყვეტა გაქვთ, ნახეთ თითქოს გაქრა, ხო, თითქოს მისი მხრიდან ნახეთ 4-იანი პენტაკლიც აქვია და ხმლის ტულზი დაპაუზდა, თითქოს გაჩერდა. შეიძლება ითქვას კომუნიკაცია აღარ არის თქვენ შორის, ხო? ანუ რაღაცა ვეღარ იგებთ, თითქოს თავიდან იყო სიმპათია, მოწონება, რაღაც ცეცხლი, ფლირტის რაღაც ელემენტები, რაღაც სითბო იგრძენით, ხო, თქვენ ჩაფიქრებული პიროვნებისგან, მაგრამ თითქოს რაღაცნაირად წარსულში დარჩა, ხო? ანუ ეს ყველაფერი რაღაცნაირად გავიდა შეიძლება რაღაც პერიოდი და მისი მხრიდან უკვე აღარ ისმის არც რაღაც რაიმე ინფორმაცია, თითქოს თავს იკავებს ეს პიროვნება კომუნიკაციაზე, თითქოს აღებული აქვს, ასე ვთქვათ, რაღაც პერიოდი იმისთვის, რომ დაფიქრდეს კარგად, ხო? ანუ რაღაც გაჩერებული პერიოდი მიჩვენა აქ. არ არის გამორიცხული, რომ ეს ურთიერთობა მეორე ვარიანტმა, ვინც ჩაიფიქრა, ეს არის ახალი დაწყებული ურთიერთობა პიროვნებასთან, ვისაც რაღაც სასიამოვნო მგონებები და სასიამოვნო რაღაც მომენტები აკავშირებს. ანუ ჯერჯერობით გარკვეული, ასე ვთქვათ, სიტუაცია, რომ რაღაც ჩამოყალიბებული უკვე, ხო, აქ არ არის. აქ არის რაღაც ახალი დაწყებული და თუ ეს თქვენი ურთიერთობა ასეთი არ არის, მაშინ ეს ვარიანტი არ არის შემოძვირფასებო თქვენი, მაშინ გადაირჩიეთ აქ ახალ ენერგიებს მიჩვენებს, ახალ საწყის ენერგიებს, როდესაც ორი პიროვნება ერთმანეთის მიმართ რაღაც ინტერესი იჩენდა, ყურადღებას, რაღაც მოწონებას, მაგრამ შემდეგ გაჩერდა სიტუაცია, ხო? აღარ იცით რა იქნება და როგორ იქნება. კი, გაურკვეველია, აქ თითქოს გაურკვეველია, ხო? ქურუმი ქალიც ამოვიდა. შეიძლება ნახეთ რვიანი ხმალი, რაღაც სრულ, ასე ვთქვათ, ვაკუუმში. შეიძლება, არ ვიცი, ეს ამ პიროვნებას ან დაბლოკილი წევხართ, შეიძლება ეს ვარიანტიც იყოს, ან თქვენ ყავთ ეს პიროვნება დაბლოკილი, ერთი სიტყვით, ურთიერთობა, რომელიც რაღაც ძალიან სულბუკად დაიწყო, ხო? სულბუკად თითქოს რაღაც იყო, შემდეგ გაჩერდა და უკვე ვეღარ იგებთ. რეალურად რა იყო ეს, რასთან გქონდათ საქმე, ხო? აი ესეთ ურთიერთობას მიჩვენებს მეორე ვარიანტთან და ვნახოთ, აბა როგორია იმის შესაძლებლობა და ალბათობა იმის, რომ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პერიოდში პიროვნება გამოვიდეს კონტაქტზე. ნახეთ 7-იანი კვერთხი ამოვიდა. აქ რაღაცნაირად არ ვიცი, არის რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორები, შეიძლება ზღვარი აქვს. ზღვარი გაქვთ გავლებული, ხო, თქვენს პოზიციებს იცავს, ის თავის პოზიციებს, რაღაცნაირად არ ხდება ერთმანეთთან აზრების თანხვედრა და აქ არის წინააღმდეგობა, შემოძვირფასებო, შეიძლება გარეშე ფაქტორებიც იყოს ხელისშემშლელი, რაც ურთიერთობის, ასე ვთქვათ, განახლებას უშლის ხელს. 7-იანი კვერთხი, აქ არის, როდესაც რაღაც წინააღმდეგობა, ბარიერია, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ სურვილი შეიძლება იყოს, მაინც რაღაც კონფლიქტური რაღაც სიტუაციას მიჩვენებს აქ შემკარგებო. აქ ვფიქრობ, რომ ურთიერთობის
განახლება ურთიერთობის და კომუნიკაციაზე გამოსვლა აქ შეუძლებელია პიროვნება ცდილობს რაღაცნაირად აირიდოს ის პასუხისმგებლობა, რაღაცნაირად გაიპაროს ურთიერთობიდან ჩუმად. აქ არ არის ასე ვთქვათ ის ფაქტი, რომ რაღაც გულითადი სურვილი ან იმის ცდილობა, რომ რაღაც დაალაგდეს ურთიერთობაში. აქ იყო თავიდანვე მე ვფიქრობ, ეს იყო ილუზიური მეორე ვარიანტში მოჩვენებითი ასე ვთქვათ ინტერესი, ხო, როდესაც არ არის გულწრფელობა ურთიერთობაში, ხო? ანუ შეიძლება ერთი მხრის მხრიდან იყო ინტერესი გულწრფელი და რაღაც სიმპათია, მაგრამ მეორე აშკარად აქ ან თამაშობდა, ან რაღაც პასუხისმგებლობას გაურბოდა, ერთი სიტყვით აი ასეთი რაღაც სიტუაცია გვაქვს მეორე ვარიანტში. აქ არის შეიძლება გამოვიდეს კონტაქტზე, ოღონდ ეს იყოს ტყუილი დაპირება, ხო? ანუ რაღაც მოგონილი რაღაც ისტორია, რომ ან შეიძლება არ ეცალა რაღაც ესეთი ერთი სიტყვით არა გულწრფელობას აქვს მეორე ვარიანტთან ადგილი ჩემს ძვირფასებო. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. აქ უკვე აღარ არის საუბარი და აღარ გავაგრძელებ იმაზე რა იქნება შემდეგ და როგორ იქნება. აქ უბრალოდ გავეცით იმას პასუხი, რომ რა იყო თქვენს ურთიერთობაში და როგორია ანუ განახლების ან აღდგენის ასე ვთქვათ შანსი ხო ახლა ეს მომავალში როგორი იყო და ნუ აქ მეორე ვარიანტთან ვფიქრობ, რომ ეს არის თავის მოტყუება თქვენი მხრიდან თუ გგონიათ, რომ რაღაც შეიცვლება, რაღაც სერიოზულ სახეს მიიღებს, ჩემო კარგებო. ეს ისეთი არკანები ამოვიდა, რომ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ თავი დაიცვათ უიმედო, ასე ვთქვათ, ლოდინისგან, ხო? ანუ როდესაც რაღაც იმედი გაქვს, რომ რაღაც შეიცვლება და ეს ხდება, უკვე დიდი ხანი გრძელდება, ხო? აქ უკვე არის თავის მოტყუება, ჩემო ძვირფასებო, საკუთარი თავი არ მოიტყუოთ. აი ასეთი იყო ეს მოკლე გაშლა ორ ვარიანტზე. მადლობა ნახვამდის და გამომეხმაურეთ. რომელი ვარიანტი რეზონირდა თქვენთან?